Mazda ცენტრი თეგეტამ საქართველოს ახალი ავტომობილი Mazda CX-60. ეს დამუხტვადი ჰიბრიდია, მეგობრებო. მასშტაბური კამპანიით წარადგინა და კამპანიას მთავარი გმირი ქართველი ლეგენდარული სპორტსმენი სუმოისტი ლევან გორგაძე ყავს, იგივე ტოჩინოშინი. ამ კამპანიას ვიდეორგოლში ტოჩინოშინი იაპონელ ინჟინრებს უშუალოდ უზიარებს ქართველების საჭიროებებს და მათთვის შესაფერისი ავტომობილების მოთხოვნებს. მოკლედ Mazda CX-60-ის ტექნიკური უპირატესობების მიუხედავად, კამპანიის მთავარი მესიჯი მაინც ტექნიკურ მონაცემებს ცდება და ყველაფერი დანარჩენისთვის ნახოთ სიუჟეტი. Mazda ცენტრი თეგეტამ ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ავტომობილი Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი წარადგინა. ამ მოვლენას კრეატიულ სააგენტო Quick-თან ერთად Mazda ცენტრი თეგეტამ მასშტაბური კამპანია მიუძღვნა, რომელიც ინოვაციას, იაპონურ სიზუსტეს და ქართულ მრავალფეროვნებას ერთიანად ეხმაურება. შექმნილია შენთვის უძეკი სტანდარტებით. Mazda ცენტრი თეგეტას კამპანია ავტომობილის შესაძლებლობებსა და ქართული ხასიათის კომბინაციას უსვამს ხაზს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მისი მთავარი იდეა ქართველი მომხმარებლისთვის იდეალური ავტომობილის შექმნაა, რომელიც თანაბრად ერგება ქალაქის დინამიკასა და ველური ბუნების თავისუფლებას. კამპანიის ცენტრალური ფიგურა ქართველი სუმოს ლეგენდა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გახდა. მისი ცხოვრება და კარიერა იაპონური და ქართული კულტურების შერწყმის სიმბოლოა. კამპანიის ვიდეორგოლში ტოჩინოშინი იაპონელ ინჟინრებს უშუალოდ უზიარებს ქართველების საჭიროებებს და მათთვის შესაფერისი ავტომობილის მოთხოვნებს. ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ პრინც სერიაში CX-60-ის უნარები სარკისეულ ისტორიებში ცოცხლდება, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის მრავალფეროვნებასა და მისი უნარების სრულყოფილებას. თითოეული კადრი წარმოაჩენს მოდელის ეკონომიურობასა და სისწრაფეს, სიმტკიცეს და კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ელეგანტურობას. აჩვენებს, რომ Mazda-ს ახალი მოდელი მთლიანობაში არის როგორც უნივერსალური, ისე იდეალური, ქალაქის პირობებში და შორ მანძილზე მოგზაურობისას. ძალიან საინტერესო პროექტი არის, ვფიქრობ, არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ საქართველოს და იაპონიის ურთიერთობებისთვის, აი ეს ყველაფერი რაც კეთდება დღესდღეობით. ეს ორი ქვეყანა, რაღაცით გევართ ალბათ ერთმანეთს და ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო პროექტი არის, რომელიც დააკავშირებს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთს. Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი გამოირჩევა როგორც ეკომეგობრული, ასევე მძლავრი მახასიათებლით. მისი 327 ცხენის ძალა, იაპონური ინჟინერიის სიზუსტე და SUV კლასის სიმტკიცე მას შესაფერის ხდის როგორც ქალაქის პირობებისთვის, ასევე შორ მანძილზე სამოგზაუროდ. ავტომობილი ერთი დატენვით 76 კილომეტრამდე გადის, ხოლო სრულად დამუხტვა მხოლოდ 2 საათსა და 20 წუთშია შესაძლებელი. Mazda CX-60 plug-in ჰიბრიდი წარმოადგენს სრულად ახალ ეტაპს ჩვენი ბრენდის განვითარების ისტორიაში, რომელიც ახლა საქართველოში იწერება. ეს გახლავთ Mazda-s პირველი დამუხტვადი ჰიბრიდი, რომელიც ძალიან ეკომეგობრულია და იმავდროულად წარმოადგენს SUV კლასის ავტომობილებისათვის დამახასიათებელ ყველა სიძლიერეს. ახალი CX-60 შექმნილია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის და მოერგება ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნებს. კერძოდ, ქალაქში შეგვიძლია გამოვიყენოთ ელექტროძრავის რესურსი, ხოლო შორმანძილზე გადაადგილებისას ვისარგებლოთ ჰიბრიდული წვის რეჟიმით. ტექნიკური უპირატესობების მიუხედავად, კამპანიის მთავარი მესიჯი ტექნიკურ მონაცემებს ცდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს არა მხოლოდ ახალი მოდელის პრეზენტაცია, არამედ ქართული, იაპონური, კულტურული და ტექნოლოგიური ურთიერთობების ამბავი. Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის წარდგენა ჩვენთვის არის შესაძლებელია, რომ ქართულ საზოგადოებას არა მარტო გავაცნოთ ახალი მოდელი, არამედ დავანახოთ ისტორია, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს არის ამბავი ქართული იაპონური ურთიერთობის შესახებ, რომელიც აერთიანებს კულტურას, ტექნოლოგიასა და ინოვაციას. ამ ისტორიის მთავარ როლს თამაშობს ტოჩინოშინი. ის არის კულტურული ხიდი ორ ქვეყანას შორის, სწორედ ეს კავშირი გვახსენებს Mazda-s იაპონურ ფესვებს, რომელიც იდეალურად ერგება ქართულ ყოველდღიურობას. Mazda ცენტრი თეგეტას ახალი კამპანია ცდება ტრადიციული ბიზნესის ფარგლებსა და ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესი და კულტურა ერთიანდება. ეგ არის